წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. მშვიდობის 18:18-ია, უსმენთ რადიო ათინაც FM-ზე 105.9, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხუთშაბათია, გადაცემის ოდაბადეშ კინოხონის დროა. გადაცემა, რომელიც ძალიან გვიყვარს, რომელსაც ესე სულ მოუთმენლად ველოდებით კვირიდან კვირამდე, და გადაცემა, რომელსაც ყავს უამრავი გულშემატკივარი თამამად შეგვიძლია ვთქვა. მონჯუეჯ გირობუაში, მოკლედ ორ ენაზე გვაქვს ეს გადაცემა მეგრულად და ქართულად, უძღვებით ორნი, ისტორიკოს მკვლევარი ბატონი ლაშა ჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი დავაანონსე ამასიანთაც ბატონი ლაშა კარგახანია სტუდიაშია და რაღაცნაირად განსაკუთრებულად ემზადება დღევანდელი საღამოსთვის, იმიტომ რომ თემაა განსაკუთრებული. Onjuaç girobuash, muchas ojont patalash. Onjuaç girobuash, შოსურ ბატონ სოფიო, onjuaç girobuash კი რადიო მარჩკლებს სახელმწიფოებისა ძვირფასო რადიო 10 მსმენელებო. მოკლედ დღეს არ გვაქვს ისე მარტივად საქმე დღეს, თემაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ძალიან საინტერესოა. პრინციპში მე ყველა გადაცემაზე ასე ვლაპარაკობ, რომ ეს ჯობია და ეს ჯობია, მაგრამ ერთი მეორესე უფრო საინტერესო გადაცემები მოდის, შემიძლია და აი თამამად განმაცხადო ეს. სიზუსტით, პაროლაში, სიზუსტით. მოკლედ ძალიან მარტივად ვიტყვი, სად ნახოთ და მოусმინოთ ჩვენს გადაცემებს, ჩანაწერებს, ლაივ რეჟიმს და შემდეგ შევდგებით საქმეს, იმიტომ რომ ნამდვილად სერიოზულად გვაქვს საქმე დღეს საღამოს განსაკუთრებით. ყველა ჩვენი გადაცემის ჩანაწერი ნახეთ ვებზე რადიო ათინათი.lg, Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე. უბრალოდ ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. ასევე ლაივ რეჟიმში 105.9 FM, 18:18-ზე ყოველ ხუთშაბათს და ინტერნეტით რადიო ათინათი.lg. სხვათა შორის წინა გადაცემისას დავაანონსეთ ჩვენ თემა, რაზე უნდა გვესაუბროთ და ეს გადაცემა არის სახელწოდებით ოქუმი და სხვათა შორის ძალიან ბევრმა ის ოქუმი იგულისხმა, როგორც ესახელი გაჟღერდა სოფელი აფხაზეთში. კი ბატონო. მაგრამ მასი არ არის საქმე. კი ბატონო. ეს არის წისქვილი. დიახ. და ადგილი სადაც მხოლოდ ქვილი არ იყვებოდა. მეგრელებისთვის იყო ძალიან საყვარელი ადგილი წისქვილი და აი ბავშვებსაც როცა კარგად მოიქცეოდნენ, აჯილდოებდნენ წისქვილში წაყვანი. თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად რიტუალიზირებული იყო, იმდენად საკრალიზირებული იყო ჩვენი წისქვილი, რომ ფაქტიურად იქ ხდებოდა მთელი რიგი რიტუალები. ანუ წისქვილი იყო ყველაზე ერთ-ერთი გამორჩეული საყვარელი ადგილი ჩვენი წინაპრების. და თუ რატომ ამაზე მერე ჩვენ ქვევით ვისაუბრებთ. აუცილებლად და მაშინ რა გამოდის ახლა მე რო დიდ ბაბუას დავყავდი წისქვილში, ჯიროებციებოდი და ჯილდოებდოთ ენა თუ რა თქმა უნდა ჯილდო იყო. ანუ ქვეცნობიერად ეს ფაქტიურად ბავშვსაც უხაროდა რომ მიდიოდა წისქვილში. ნაიდან ეს იყო რაღაცა სხვა სამყარო, რაღაცა ირეალური სამყარო, სადაც უფრო შეგეძლო ფიქრებთან დარჩენილიყავი დოლაბის, როდესაც გვყავდა, აი აქ რაღაცები წარმოიშობოდა ფიქრები ისეთი ირეალური, რომ გადაგიყვანდა სხვა სამყაროში და მოკლედ ძალიან საინტერესო მოსხი გუნაჭირქუორე თათაშილები ასეთი რა ქობთქვათი მუჭო მოხიოლეს წისქვილში აუგულია. კი ბატონო. მე მიხაროდა. მეც მიხაროდა. მე ვფიქრობ რომ უფრო სახელიან გასვლა მიხაროდა. კარგით ბატონაშა. მოკლედ ძალიან ისე მარტივად ვიტყვი რომ ეს არ არის ის ადგილი, სადაც მარტო რაღაცას ვქავდნენ სიმინც ხორბალს და ასე შემდეგ. აქ წყდებოდა საშვილიშვილო ამბები. აქ დადიოდნენ მითიური პერსონაჟებიც და ეს არის ადგილი, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ამ ადგილს აქცევდნენ ყურადღებას. სამეგრელოში და ბატონლაშა ორ ენაზე განავრცობს ამ ყველაფერს. დიო მარგალირო და უკული ქორთილი ბატონლაშა. დიო მარგალირო გირჩი. ხო ბატონ, მარგალირო ქორთკუადიო. ჩკინამ დღანერი ჩიებაშ თარ თემარე ოქუმ წისქვილი. წისქვილი ოქუმ უჭოთ ოჭკადირენ ჯვე სამარგალოს შოფუტეს ართართი არძაშუმოს საკრალურ აკანირთ ოქუმის საკრალიზაციას იძირე ჯვეშ ღორონთების კულტ თენეფრე ოფაშ ღვენაშ ღორონთი წყარის სტიქიაშ მაზოჯინენ ზალეფი ვალდო გურგირიშ დო სინთეშ ღორონთ ნამსუ ჯოხოთ დაათი წისქვის ჯვე სამარგალოს უმოსო უძახუდეს ოქუმს ოქუეს ოქუალეს მარა ნაგვიანაბორჯის ფართას მშელ ტერმინგ წისქვილ და ქოთაშირნუანდეს უკულ ბოლო ბორჯის ამ დღანერდღაში მუჭოთაში სამარგალონ დიდარე ეფშა მალწყარდო ხალვეფით ათეშენ უმოსო წყარის წისქვილებ აბდეს გენწყეი ვალე ჯვეშო ნოღვენა ხოლო ჰავაშ ოქუმ თენა ექი აკორდო არა თენა ვარ ფართას გმორნაფილ არცაფანიას ფართას გმირნუაფუთ ხეშ ოქუა ნამსო ჯოხოთ ხესკი თეს წვანერეფიშ ორსარსალო ხოლო ირნუანდეს ტექნიკური ეგაფაშ გეშა უმოსო ხადუნა არსკიბა ცალსკიბუშ წისქვილი კოდიშ წისქვის ჯოხოთ ქოლოში
კოდიში ხვადნახოლო გვიმი წისკვილ თენა მონწყირდუ სოდეთ ჭიჭე წყარ მიშუნფერი აკანებს მუჟამით ვარდუ ჭიჭე წყარს ვადართინეთ სკიბუშან თისკიბობს სუან თიმბორჯის ათე გვიმს ქინაშახარანდეს წყარსო თის ქიმუშკვანდეს ქუმუხვარუანდეს მუჭოთ შინეთუნ ოქუმ საკრალიზებული აბდეჩკინ კინოხონს თეს ოძირანს ხოლო არტ ოქუმიშ ტიპი ნამუსუ ჯოხოთ ხატის წისკვილ იგივე ოქუმ ბედნერი ხატის წისკვილ ნამუშ ხუალა გიმოჩამა ვარდა მეტება ვაშინერ თუმფერო ვეშილებეთენა კოკონდათენარდუკო წყარის კირაფაშე ვარდა კალაპოტის თირუაშ გეშა ოდო წყარის კირაფა ბორჯის თელი ოფუტე დიშაყარუდ ჯვეი წყარის ნალ კალაპოტიშა დართინესკო კინე წყარინ თიღანკით ეთი მალწყარშა ქიმიშე სოვრეშე დუჩე მიწყარინდო გოუწმინდანდეს კალაპოტის ვარდა მალწყარიშ ნოელას გეგნაათანდეს თავრედო ოქუმშა გუტენდეს კინე წყარს ოქუმ მუჭოთაშინ ოფუტეშ ბოლოს ზოხოიან აკანებს გიდგუმუდ და ირეალურ ფიქრებშა გინივნან კოჩის ოქუმიში ემაგაფალიშ მეოქუმე მეწისკვილეშ ხურაშოკულ თესაკოროკო გაგზელკო თიშ მოითირ ოქუმიში მინალ კარც ვარდა გალენკიდალას აუცლებელო მიკოჭკადოდ ჯვარი ვარდა ბორჯღალი ვარდა ქიაჩი ირთანსფერ ჯვარის სიმბოლო თენა თიშენ უღუდეს მაზაკვალებშე დუთხილუტყო ხორონთიშ თორ ვამორკებუტყო თაქიანობასო ჯათე გაფილ ოქუმს აუცლებელო უღუტყო ათე კომპონენტე მაქუალქუა ოქუალ მონწყილობა გირახულა გინძელია ჯორკო ვარდა ტახტ მაჯინე მაქუალების დახუნალო ჭიჭე დაბალას მიკოჭკადილ ფირტონ შარცელიშ ვარდა ქვირიშ ტომარების გილანსკარალო თაგდუ ხოლო წისკვილიშ თოლ ნამუდ მეწისკვილეშ ართოლი ჭიჭე მულარენში სოდეთ მულადგი ტაბაკი ხვისტა სოდეთ გილანსკარ შხოდოშვა ინვენტარი თაქრე ხოლო ბუხარ მედგუმი ვარდა შკაშ დაჭხილ მონწყილი თაკ ირიათო უშკირატუ ონტურ კოჭობის ნამუდ საღორონთე აკანეფიშ ატრიპოდიდ გვალე ჯვეშ ბორჯიშე თენა იმენტიშდო ორიენტირიშ მაზირაფარდუ შორშე მომად ურცხო მეშარეშე და ოფუტეშ მახურვებშე ხოლო ნამუსუდ გალე გაკასერუდუ ოქუმიშ მუშებაშ თარ დეტალი შერე წისკვირიშ ქუა სკიბ სამარკალო სკიბუს გიშათოლუნდეს მუხურიშდო ტყიბულიშ ქუაშ ოტახშე მოღალირ ქუალებშე კაბე სკიბუს ჯოხოთ გელას თენა გალე გელასტენა გურქოვუჩა თეს მუშენჯოხ გელაზი სკიბუშ ქუა აკონწყილრე ჟირ კომპონენტიშე დადულ ქუარე თუდონ სკიბუ თეს მაშრანერო ჯოხო წირქვალი ნამუდ გაჩერებული დო ვერთანს მაჟრასუმანრე ნამუდ ირთანსუდო ჯოხო მუმულ ქუა კინთინე ჟინ სკიბ სკიბუშ ქუდირდუ სიმბოლიზირებულ სამაფო რეგალიებსკომა ხემონჭეობაცდო მართალიsh გამოაშა ათეშ ნიშანრე თინა ნამუდა მითიურ მაფებს თინეფიშკას აიეტის ხოლო დუც სკიბუშ ქუა გიორდ სკიბუშ ქუა პრაქტიკული გუმორნაფაშ გარდა ხოლო ირნუანდეს სიმართალეშ გიშმარცხვალ ქუა ტახტო სოდეთ ინწყუაფუ ტყუანდო მართალიsh ამბებიშ გიშასხუნუა მითიურ მაფებ სიმართალეშ ხუნუს სკიბუშ ქუას ონწყონა თე ტრადიცია მოურს მუჭოთ ქრისტიანობაში შახიან ბორჯიშედო უკულ შქაუკუნებს ხოლო ხვადუნა ფეოდალურ პერიოდის მუშამით თავარებს სკიბუშ ქუას გედორთუნადო თაკ ონწყონა სხუნუს მარგალების გინოჩამად სკიბ ხვალე ქვირს ვარენ ბორჯის ხოლო ქინც დო თინა ბორჯიშ ოქუმ ხოლორე ბორჯი წყარწყომა ხოლორე მერცხილ დო წყარ შკვით წანაში ართიშა დირულუაც თაჟირდეს მარგალებს ათენ ბორჯის წისკვილ ჩენდუ დო ბორჯი ხოლო ჩენდუ მიდგავარენო ათე წყარიშ დორულაფას მაჭიშუანს დო ათენ ბორჯის ოქუმიშ ხას ხეს ინოდვალას ქაჭიშუანსენ თინას არზა ნატრება გეიალი დო იროიანობას ქეზიარე თის ხოლო ქიჩიებნა ნამუდა ათენ ბორჯის მანატრებეს უჯის ცხელი ჭირხილ ალასიმენია თენა ვალდო გურგენიშ ხორონთ დადი ცხენრე ნამუდ ტუტაშფერ ქვირიშფერ ცხენრე დო მარგალებ თეს უცახნა ქვირას ხორონთი დადიშ ფუნქციებდო წყალხორონთ ვობის ფუნქციებ კინთინე ართირე ოინტერესელი ხოლო სხვადასხვა პარალელები გატო აქიგებშინათან ამირანი ციკლიშ მითებს დო ლეგენდებს რევერსია ნამუშგეშა ყამარიშ მუმას ხუდო გიორსკიბუშკუა უნაფაშფერ გელასი თინახოლო ორაგადრე ნამუდა კავკასიაშ გვალას მახორო კათაშ არიკებს ვალდო გურგინიშ ხორონთის გელაჯიხო თახ თინახოლო ქოფშინუათ ნამუდა ვალდო გურგინიშ ხორონთ მუდგაზმარენ კათარ წუნებას სკიბუშკუას გეხე ნამუდ მათუდონებს გილუძუნა ხუჯიშა ირთუნფერ სკიბუ გინობჩანა ბჟაშ სიმბოლოს ბჟაშ დისკოს დო მეწისკვილე მეოქუმე ნამუსუ ფრიმულდო დუდიშთუმა პირით ჩეთა გოქვირსილი დო მუჭოთაშინ არზაშუმუს უხანაშ კოჩირე სიმბოლურო გინოჩანს ხორონთიშ გაღიერობას მეოქუმეს უჯქ ასიმე ხორონთიშ დო კოჩიშ გურჩამა ფულუა შეულე კოჩიშ მენდებულიშ
უჭმუჭოთ მებარებული ვაშნაფულაშ რაგად ვაშინერს ვარა დესაჯებუ ჟინიშე ოქუმის სიხოლას ირო უდელამებ ჭინკებ დო ქაჯებ გილეწანწალინა თენეთის ოცადნა მეშარე შარადო ხუჯ ეურთანინ ჭყუაშე გენოლასანინ მესაფლები ცხნებს ოჭიშიშე ეკასხაპანა ოქუმს ტომარებს ხუნადო კაკალებს ორღანა თუდო და არძაშუმოს გოჯარდილებ ოქუმის ბარბაც კეტის მიშუოთნადო აჩრენა ხარც რაბუდ გინოკილანა მე ოქუმეს კოჩიშ ხონარით უძახნადო გალე გიმიჭანმონა თეთოკონა სკიბუს დეთხივასა სამარგალოს სკიბუს კუაშე ბრელ ნარაგატხოდო ხვადუნა ნამოთ ოძირანს თიშ გიშაკერზაფის შანულობას სამიარე თქუანა ოჭიში სკიბ მაბუნთინახოლო დირხანციადო ყველა მაბუნთინახოლოვა თენა ორჩკინა სკიბუს კუაშ ღალაის სიმონკას ხოლო მიღუნა ნარაგა თიშნერი ოსულ ქიმიუნი ხესკიბუთ ქინდასიან თე ნარაგა ოძირანს ხანდება საქაროვა სკიბუს ცენტრალურ ადგილ უღუდუნთის ჭუკებ ირო წისკვიცრენა მარა სკიბუშ კაკუა ვადაგურესია თე ნარაგა ოძირანს მუჭოთ სკიბუშ კუაშ გიშათოლუა კაკუა კაბეთ გურჩამაყოდო ირკოშის ვეშულებუთ წისკვილის დირეს წყარს მეუშკვანქნ სკიბუს ოკა ეხბეცე ვაკაჩენდასია თე ნარაგა ოძირანს მუჭოთ სკიბუშ კუაკ უთუნფეროკო ვაკაჩერდას ვარა თენა რინაშ გაჩემებას შანულენს და სხვა შორის ძალიან ბევრი მითითეთ პულება არსებობს წისქულზე და ბევრი ფილმში ქართულ ფილმშიც ძალიან არის ეს ლოკაცია ფიგურირებს და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იქ წდება ამბები იქ მიდის ჭორაობა იქ მიდის იმართლის დამტკიცება და რა ვიცი აი ძალიან ესეთი საკრალური ადგილია ნამდვილად სხვა შორის მეწესკვილი იყო სოფლის მესაიდუმლე ანუ ასეთი ფუნქცია ჰქონდა მას იქ მას გაანდობდნენ ბერ საიდუმლოს კი და მე მას არ შეძლო ეს ეთქვა გაეთქვა ეს საიდუმლო და ამიტომაც ერთგვარად რაღაც წმინდა ადამიანივით იყო ეს გამორჩეული როგორც მოძღვარივით მოკლედ მეწესკვილი და განსაკუთრებით მეწესკვილობა ჯვეშო თანამდებობა კი ყველა შეიძლებოდა ყოფილიყო მეწესკვილი ეს ასაკოვანი იყო კრიტერიუმები თუ იყო თუ რა პრინციპი ხო ვაკანსია რო დაიდებოდა იყო ჩამოთვლილი ხო და ახლა მისვენჯუნია ჩქიმ ბების უჩქუჩ ხანაკის ათაშ თქუან მაი იროთე ცაიკორტი ხოლო უარეს ასე ორეკანას Jadi orang itu izma pamarantai ini, tapi kau kuat pirdapirin do, bet kuat. Ar kalau miswanjuni archa. Iya betul. Sustat anu aseti წმინდა ქონდათ რომ შვიცეცაში ერთხელ წყალი იძინებს და ეს ვინც ამ ემას შეესწრებოდა მომენტს ის იყო ძალიან ბედნიერი. თუ კი წესკოთან ახლოს იყო რა თქმა უნდა. ეს კი ბუშამბე მოჭორე, გარე გუმოშინითია და სოშა გუმოშხორდუნ შეაბაკორ კითხათი. ო გელაზი ო გელაზი შეათენა ფიგურირებს ბრეილ მუდებს თქმულებებს არიკებს გინოჩამას გელაზირე კაპეტისკიპ მარა ათე ოქუალქუარე ხო კავკასიაში გვალებს მახორო გელას უძახნა გვალდო გურგინის ღორონთის თენა გელასი შემოუღ გელა თექ დარტიან წმარე მერცხილ ოდო თენახოლო მუჭო გვალდო გურგინის ღორონთის სიმბოლონ თეშე გინოჩამი თესკიპ ნუ მოკლედ აი არ ვიცი წისქულში თუ ერთხელ მაინც ყოფილ ხართ და მოგისმენიათ იქაური ამბები და ეხა ახალგაზრდებზე არ არის ეგ საუბარი კი შუასაკის ხალხიც მე მგონი მოესწრო რუტინული ამბავი იყო გარდა იმისა რომ სასიამოვნო იქ მისვლა ჭორაობა იმიტომ რომ წისქულში წასული ადამიანი თან გვიამბრუნდებოდა კი ბატონო როდის წავიდნენ და მოვიდნენ სხვადასხვა საგანგებო გიმინწყონდეს მიკრიკუნანდეს te tomara sodga inozut te quality sustas mikochari lokordo ko blas mikocharandes te tanomrili და რაღაცა რიტუალი ვიცი ხო აი ყოფიერების სიმბოლო იყო წისკვილი ანუ ეს ცხოვრების მთავარი არსი იყო და ამიტომაც აქვს მას ასე განსაკუთრებული მნიშვნელობა და დანიშნულებაც კარგი ამბების მოყოლა ყველგან შეიძლება ასე ვაურეთში ხომ სატექსტ სტუდიას მელოხეთ მაგრამ შამბე ქიჩი ასე რომ ეს იყო უნივერსიტეტი ქართულზე აიღოთ ბატონაშა აგანგებოთ მოგვიყვება ამ ყველაფერს არ იყო მარტივი გასაგები ეს ყველაფერი საშუალო აი თავის გულისხმობებსაც იმას დოლაპს უყებოდნენ ანუ ძველად ანუ გაანდობდნენ დოლაპს ხო და კიდევ ერთი ის გამომჩარო აი წესკვლის დატოვება არ შეიძლებოდა მეწესკვილი თუ წავიდოდა მაშინ ვიღაცა შემსვლელი უნდა დაეტოვებინა იმიტომ რომ ეშმაკი რო არ დაპატრონებოდა აი იმდენად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ წესკვილს ხო ეხლა უკვე ქართულ ვერსიაზე გადავიდეთ ბუნებრივია იმიტომ რომ ჩვენ ზოგიერთ სვენას მეგრულად გაუჭირდებოდა გაგება აი ჩვენი დღევანდელი თემის და ამიტომაც დღევანდელი ჩვენი თემა არის ოქუმი წესკვილი იგივე ისევე როგორც სამჭედლო
ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ადგილია ძველ სამეგრელოს სოფელში. წისქვილის საკრალიზაციაში ჩანს ძველი ღმერთების კულტი. იქნებოდა ეს ნაყოფიერების ღვთაება, წყლის სტიქის ბრძანებელი ძალები თუ ჭექაქუხილისა და სინათლის ღმერთი დადი. წისქვილს ძველად სამოში ეწოდებოდა ოქუმი, ოქუე, ოქუალე. როგორც ასეთი ძველ სამეგრელოში თავისი წყალუხვი მდინარეებიდან და ღელეებიდან გამომდინარე უმეტესად გამართული იყო წყლის წისქვილი, რომელსაც ერქვა წყარის წისქვილი. იშვიათად, მაგრამ არსებობდა ქარის წისქვილების, რომელსაც ჰავაში ოქუმს ეძახდნენ. ოჯახებში ფართოდ გამოიყენებოდა ხელი წისქვილი, ხელსაფქვავი, რომელსაც ერქვა ხეშ სქიბუ. ის ასევე გამოიყენებოდა აქტიურად მწვანელის სასრელსადაც და აქ დამზადებულ მწვანეულს ნაჯიკა ერქვა, ხახუნით იყო დამზადებული. ტექნიკური აგებულების მიხედვით გვხდება ერთდოლაბიანი წისქვილი, ცალსქიბუის წისქვილი, კოდის წისქვილი, ქოლოში, კოდიში. გვხდება გვიმი წისქვილი, გვიმიანი წისქვილი გამოიყენებოდა მცირე წყალზე გამართულ წისქვილში, როცა მცირე წყალი ვერ აბრუნებს წისქვილის მთას, დოლაბს დაგუბებენ კაში, გვიმში, საიდანაც ნაგროვებ წყალს მიუშვებენ ღარში. წისქვილის საკრალიზაციაზე მიგვანიშნებს თუნდაც ის, რომ არსებობდა ხატის წისქვილი. იგივე ოქუმ ბედნერი, რომლის დაშლა ან მიტოვება ვაშნიოდა, ანუ არ ეგებოდა, არ შეიძლებოდა, თუნდაც ეს წყლის მიერ კალაპოტის სვლასთან ყოფილიყო დაკავშირებული. წისქვილი სოფლის განაპირა ადგილებში იდგმებოდა, ეს ტრადიციულად ასე იყო და ირეალური ფიქრებისთვის განაწყობდა ადამიანს. წისქვილის ამგების, მეწისქვილის გარდაცვალების შემთხვევაში ეს საქმე აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა მის მემკვიდრეს. ხოლო წყლის დაშრობის შემთხვევაში სოფელს უნდა ეზრუნა, რომ საწესქვილე აღში გადმოეგდო ბორბლის დამბრუნებელი წყალი იმ ღელიდან თუ მდინარის ტოტიდან, საიდანაც იგი ადრე იღებდა სათავეს. წისქვილის კარზე თუ კედელზე უსათუოდ იყო გამოსახული ჯვარი ან ბორჯღალო, ქიაჩი, იგივე მბრუნავი ჯვრის სიმბოლო, რომ წისქვილს ღვთის თვალი არ განშორებოდა და განეფთხო ეშმაკეული. წისქვილის შენობა საგანგებოდ იყო გამართული. ის შემდეგი კომპონენტებისგან შედგებოდა: მქველი ქვები, საფქვავი დანადგარი, ძელსკამი ან ტახტის საფქვავის მომლოდინეთათვის, დაბალი თარო, შარცლის ან ქვილის სტუმრების დასაწყობად. აქვე იყო ეგრეთ წოდებული წისქვილის თვალი, წისქვილის თოლი, რომელიც წარმოადგენდა მეწისქვილის პატარა ოთახს, სადაც დადგმულია ლოჭინი, ტაბლა, აწყვია ინვენტარი, აქვეა ბუხარი ან კერია. აქ მუდმივად ენთო ჭრაქი კოჭობი, რომელიც საღვთო ადგილების ატრიბუტი, განუშორებელი ატრიბუტი იყო შორეული ხანიდან. იმედად და ორიენტირად ეგულებოდა შორიდან მომავალ უცხო მგზავრსაც და სოფლის მკვიდრსაც, რომელსაც გარეთ შემოაღამდებოდა. წისქვილი მთავარი დეტალი გახდათ მაინც წისქვილის ქვა, წისქვილის შქუა, რომელსაც მეგრულად სქიბუს ეძახდნენ, ანუ დოლაბი. სამეგრელოში დოლაბს თლიდნენ მუხურისა და ყიბულის სადოლაბე ქვის სამადნოებიდან ჩამოტანილი ქვისგან. დიდ დოლაბს ერქვა გელასი. დოლაბის სქიბუს შქუა შედგება ორი რგოლისგან: დადულ ქუა, ანუ დედალი ქვა, იგივე თუდონსკიბუ, ქვედა ქვა, ქვედა დოლაბი, საქვედარი. მას ასევე ეწოდება წირქვალი, რომელიც უძრავია და მყარი. ზედა ქვა მოძრავია და ქვედა ქვაზე ტრიალებს ღერძის მეშვეობით. მას ეწოდება მუმულქუა, მამალი ქვა, იგივე რაც საზედაო ქვა, ჟინსკიბუ. სქიბუს ქუდი, ანუ დოლაბის ქუდი, იყო სიმბოლიზირებული სამეფო რეგალიებთან, ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობასთან. ამის ნიშანია, რომ მითიურ მეფეს, მათ შორის აიეც, თავზე დოლაბის ქვა ახურავს. დოლაბი გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა გამოიყენებოდა ქუა ტახტის სახითაც, როგორც ძალაუფლების სიმყარის სიმბოლო. მითიური მეფეები სამართლიანი სასამართლოს დოლაბის ქვაზე აწყობენ. ხსდებიან განსაჯელად, როგორც წარმართი ღმერთები, ისე ფეოდალური ხანის მსაჯულები. მეგრელთა რწმენით, სქიბუ წისქვილი დროს აქვს ქვავს, დროის წისკვილიც არის. დრო წყალთან არის დაკავშირებული, წყალი კი 7 წელიწადში ერთხელ იძინებს. ამ დროს წისქვილი ჩერდება, დრო ჩერდება და ვინც წყლის ძილს შეესწრება და ამ დროს წისკვილის ღარში ჩაყობს ხელს, მარადისობას, ზედროულს ეზიარება და მას ყველა ნატრა აუსრულდება. ამბობენ იმასაც, რომ ამ დროს ნატრეს ცხენის ჭიხვინი ჩაისმის. ეს ჭექაქუხილის ღმერთის დადის ცხენია, ნაცრისფერი, ქვილისფერი ცხენი, რომელსაც მეგრულად ქვირა ქვია. აება დადის ფუნქციები იგივე წყლის ღმერთის ვობის ფუნქციებია. ამირანის ციკლის მითებსა და ლეგენდებში არის ვერსია, რომლის თანახმად ყამარის მამას ქუდად წისქვილის დოლაბი, გრუბლისფერი გელაზი ახურავს. სხვათა შორის კავკასიის მთიელთა ზღაპრებში ჭექაქუხილის ღმერთს გელა ქვია. აქვე უნდა ვახსნათ, რომ ჭექაქუხილის ღმერთი რამდენიმე სხვა ხალხის წმენა წარმოდგენებში ზის დოლაბზე, რომელიც მის ქვეშევრდომებს უჭირავს ხრებზე. ბრუნავ დოლაბში განსახიერებულია მზე, მზის დისკო და რა თქმა უნდა, მეწისკვილე, რომელსაც ქოჩორი თუ თმა წვერი, ქვილით აქვს შეფერილი, როგორც წესი უხუცესია.
ღვთაებრივი სიგრძის მატარებელი ადამიანია. მეწესკვილე მიცის ღვთაებრივი და ადამიანური საიდუმლო შენახვა, რადგან იცის, რომ მისი გათქმა ისჯება. წისკვილის მისადგომებთან სულ კუდიანები, ჭინკები და ქაჯები დაწია, რომ გზაურიონ მგზავრებს, მესაფლავეებს, ჭკუიდან შლიან, გზიდან ასდენენ, ცხენს ზურგზე ახტებიან. წისკვილში მარშვის ტომბრებს ხრეტენ, ყველაზე გაბედულები წისკვილის ბორბალს ჯოხს ურჭობენ და აჩერენ, ხარს რაბებით კეტავენ. მეწესკვილეს ადამიანის ხვით იხმობენ გარეთ, რომ დოლაბს მოაშორონ. ასეა შედარებით ახლოს საუკუნეების ზღაპრებში და კიდევ უფრო შორეული ხანის მითებში. დოლაბზე სამიგროში არაერთი გამონათქვამი არსებობს, რომელიც ასევე მიანიშნებს მის დანიშნულებაზე და მნიშვნელობაზე. საზოგადოად იტყვიან, ოჭიშის კი მაბუნთი ნახველო დირხანცია და ყველა მაბუნთი ნახველობა. ზურგზე დოლაბ გადებული სოხრაფსო და ჯორკო შემულიცო. გადატანილი მნიშვნელობით მიანიშნებს დოლაბის ტარების სიმძიმეზე. თიშნეროსურ ქიმიუმ ხეს კიბუთ ქინდასია. ისეთი ცოლი შეერთო ხელის დოლაბით ქვავდესო. ეს გამონათქვამი კარგად ანახეს, რომ ყოველდღიურ ხელსაქმეში დოლაბის ხელსაქვავის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჭუკებ ირო წისქვის რენამარა სკიბოშკაკვა ვადაგურესია. თაგვები ყოველთვის წისქვიში არიან, მაგრამ დოლაბის გათვლა მაინც ვერ ისწავლესო. გამონათქვამი მიანიშნებს, რომ დოლაბის გათვლა ყველას არ შეუძლია და დიდად საპასუხისმგებლო საქმეა. წისკვილის დირეს წყარს მეუშკვანქონ, სკიბუსოკო ეხვეწე ვაგაჩენდასია. წისკვილის ღარს წყალს რომ მიუშვებ, დოლაბს უნდა შეეხვეწო, არ გაჩერდესო. ეს კი სიმბოლურად გადმოცემს იმას, რომ დოლაბი არის ყოფიერებისთვის მნიშვნელოვანი ატრიბუტი. მისი გაჩერება ნიშნავს სიცოცხლის, ცხოვრების შეწყდას და სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარეობს დოლაბის იგივე სკიბუს ასეთი საკრალური დანიშნულება და რიტუალიზება. მოკლედ უნდა ტრიალებდეს და ტრიალებდეს. კი ბატონო. კი ბატონო. ასე ნამდვილად. მემკვიდრეობით გადაეცემაზე გამეცინა სხვათაშორის. კი, მეწესკვილის ხო. ეხლა გვიკვირს ადამიანებს რატომ არ უნდა თანამდებობის დატოვება და რატომ უტოვებენ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეწესკვილეს არ უნდოდა და. ხო, ამის ტრადიცია არსებობდა. ხო. მარტო კითხებთ კრიტერიუმით ვარსებობს რამე რაღაცა ხო უნდა იყოს არა? ყველას ხომ არ შეუძლია რომ ხო, ჩვენთან იყო ესეთი ხელობები, ანუ სხვა შორის წმინდა ხელობები, რომლის მემკვიდრეობით გადაცემა აუცილებელი იყო. ეს იყო მჭედელი, ეს იყო მეწისკვილე და ასე შემდეგ. ანუ ხო. ხო ბატონო, დაშერხდენა. ათე ჭინკები ერთხელს მუშენდრენა და სიავეს ირო მუშენ ორთულეს. ხო, აი ხო იცი, ახლა კეთილისა და ბოროტის ბრძოლა ყოველთვის იყო და ბუნებრივია ამ სიკეთეს, რასაც ქმნიდა მეწისკვილე და მისი ეს წისკვილი. ბუნებრივია მას ყავდა მოწინააღმდეგენი და ესენი იყვნენ ეშმაკისო, რომლებიც ცდილობდნენ რომ მოეშორებინათ დოლაბი და მეწისკვილი და შეწყვეტილიყო მისი ტრიალი. ეს აღიზიანებდა დოლაბის ტრიალის აღიზიანებდა, დოლაბის ხმაურიც აღიზიანებდა ამ ეშმაკისეულებს, ჭინკებს. და ყოველნაირად ცდილობდნენ რომ ნერვებიდან აი მოეშალ ჭკვიდან გადაიყვანა ჩვენი მეწისკვილი. მოკლედ აი ჭინკებს ეს მეცნება ხოლმე ისე ყოფით გეგონებათ რაღაცა ძალიან ახლო ურთიერთობა ქონდა წარსულში ამათ. ხუმრობა იქით იყოს და ეხლა როდესაც ამათ ამ თემებზე მუშაობ, იმდენად შინაგანად ახლობელი ეჩებდის, რომ თითქოს იმ ეპოქაში ვცხოვრობდი. აი ხუმრობის გარეშე ვამბობ, სერიოზულად. ნუ მაშინებთ ეხლა ხო, რაღაცა შინაგანად გონია, რომ იმ ძველ ეპოქაში ვცხოვრობდი, იმ ძველ კოლხებში, ძველ მეგრელებში და მოკლედ ეს ტრადიციები ქვეცნობიერად რაღაცა ეთყობა. რა უწევს მომავალი, საოცარი გადაცემა რაღაცნაირად აი არ ვიცი. ამიტომ ვამბობ მე, სხვა სამყაროში ვინაცვლებთ ამ 15 წუთის განმავლობაში სულ სხვა რეალობა და ეს აუცილებელია. იმიტომ არის სწორედ ეს გადაცემები, აუდიო ვერსიები მოასმენინეთ ხალხო, თქვენს შთამომავლებს, პატარებს, ბავშვებს, რა ვიცი, შვილებს, შვილიშვილებს, საჭიროა ეს ისტორია, ხონდა იცოდეთ, საიდან მოვდივართ. აი როგორ ზივართ ეხლა დასული ხალხი და როგორი აი ესეთი ენთუზიაზმით საუბრობთ ამ ყველაფერზე, ეს ჩვენი ისტორიის და წარსულის ნაწილია, ჩვენ კი არ ვიგორებთ ამ ყველაფერს. ფაქტებით დადასტურებული მოაქვს ბატალაში, ეს როგორი სიამოვნე, როგორი სერიოზული სახით საუბრობ ჭინკებზე უნდა ნახოთ თქვენ. რა გვიწევს მორი გადაცემა, ანუ თემა ასე შევარჩიე, რომ იყოს და ბევრი ვისაუბრეთ მონათესავე თემებზე და ეს იყოს კოლხური სუფრა. რა ფაქტურად მიორა შუმჭკომ. კი, გვიყვარს, მაგრამ სულ სხვანაირად იყო ეს ტოლბაშის რო ეძახით თამადას, ბილბაში, ტოლბაში, ეს უკვე გვიან გაშდა ტერმინები, არა და სულ სხვა ტერმინები ჰქონდა ჩვენ წინაპრებს, კოლხებს, მეგრელებს, ეს მე-17 საუკუნეში ხდება, უკვე თურქეთიდან შემოდის ეს ტერმინები, ხათირბაში და ასე შემდეგ, მერქიფე, არაბული სიტყვა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენთან იყო სულ სხვა ეს სხვა შორის საინტერესოა, რომ თვითონ ეს წყობა სამხედრო იმით გამოიტანეს, ანუ სამხედრო წესრიგებით მოითხოვდა ჩვენი სუფრა წესი, ხო, თამადა იყო და всё. კი ბატონო და მაგრამ მანამდე მას ხდება სხვა ტერმინები, თამადას, სულ სხვა რაღაც, ანუ ტოლბაში არ იყო, მანამდე წმინდა მეგრული სახელი ერქვა და
საინტერესოა ისე რატომ მოხდა ისე რომ ეს თურქული ტერმინები შემოვიდა, რომელსაც საერთო არაფერი არ აქვს სუფრასთან და სმასთან და ღვინოს მირთმევასთან ზოგადად რო ვთქვათ. და ძალიან საინტერესოა როგორ მოხდა ეს ამაზე გვექნება საუბარი. გექნებათ ეს თქვენ გარკვეული ბატონოში, გექნებათ. ისეთი მარტივად მოკლედ ჩქინჩქინ ღვინით მოუწთი ცაშხას. კი ბატონო, კი ქართული სუფრა. ხო, ხორდა. ქართული სუფრა. ტოლიბაში და მაიპი გბილიბაში, გონწყუნანათაში. კი ბატონო. ტაბაკი გავშალოთ. და დავპატიჟოთ ხალხი, ასე რომ მოემზადეთ. ძალიან ბევრი სადღეგრძელო გვექნება, კარგი ამბავი და ასე შემდეგ. ქორსე მართ ბატალაშა. კიდევ ძალიან საინტერესო გადაცემა გქონდა, დარწმუნებული ვარ. მიხარია, გაზაფხული სრულდება და ისე ადრე არ ბნელდება, ასე რომ იმის შიშით რომ ჭინკები შემხვდებიან აქ თუნდაც გიბერთან არ არსებობს. მადლობა დაგებშთობებით და კიდევ ერთხელ ბოლოსკენ აუცილებლად შეგახსენებთ, სად შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენი გადაცემები და ნახოთ ჩანაწერები. ლაივ რეჟიმში ცხადია 18:18 FM-ზე 105 და 9, ასევე ინტერნეტ radio.cat.lg და ჩანაწერები YouTube-ზე ნებისმიერი ფონტით ჩაწერეთ ოდაბადეში კინოხონი და ყველა გადაცემა დაგვხვდებათ იქვე და ასე მეტია დამიჯერეთ ეს რაც მე და ბატონალაშამ გავაკეთეთ და მანამდეც იყო და არ უნდა დავყაროთ. ასე რომ მადლობა ყველას, მადლობა განსაკუთრებით ათინაც მოგცა საშუალება ასეთი გადაცემები წარმოადგინოთ და გაგიზიაროთ პირდაპირ ეთერში. ბატონალაშა ცხადია ინიციატორს გადაცემისას და ყველას. ორნი უძღვებით ამ გადაცემას ისტორიკოს მკვლევარი ბატონალაშა ჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი. ჯგირო ზოჯუნდათ. ჯგირო ზოჯუნდათ. კარგად ბრძანდებოდეთ, ბედნიერ საღამოს გისურვებთ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.